მომავალი თავისით არ მოდის, მას შენ ქმნი. ის თუ რას ფიქრობ, რას გრძნობ და ვინ ხდები შინაგანად დღეს, ახდენს იმის ფორმირებას, თუ ვინ იქნები ხვალ. თუ მზად ხარ აიღო პასუხისმგებლობა შენს რეალობაზე და არ ელოდო გარეგან ნიშნებს, შენ შეძლებ შენი ცხოვრების მართვას. მომავალი, რომელზეც ოცნებობ, უკვე არსებობს შენ შიგნით. ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია შეზღუდვების დანგრევა, შიშების გადალახვა და ყველაზე გაბედული სურვილების განსახიერება. და ეს იმიტომ, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ მისი შემოქმედი. ყოველი შენი არჩევანი, ყოველი შენი აზრი, ყოველი გრძნობა ქმნის რეალობას, რომელიც შენს გარშემოა. გაუშვი ეჭვები, ირწმუნე საკუთარი თავის და სამყაროს ძალის. მოერგე ჰარმონიის ტალღას, გახსენი გული სიახლის მისაღებად და მოემზადე დაინახო თუ როგორ იქცევა შენი ოცნებები რეალობად. დაფიქრდი, რამდენ დროს ხარჯავ რაღაცის დევნაზე, შფოთვაზე, ყველაფრის გაკონტროლებაზე, ამაო საქმეებსა და მისწრაფებებზე, მაგრამ სასურველი რეალობის მიღების მთავარი გასაღები იმაშია, რომ გაუშვა, დანებდე ცხოვრების დინებას. ეს არ ნიშნავს ხელების ჩამოშვებას და უმოქმედობას. ეს ნიშნავს შეერთებას სამყაროს უსასრულო ინტელექტთან, მასთან სინქრონიზაციას. ყველაფერი იწყება ერთი ღრმა ფაქტის გაცნობიერებით. შენ ხარ შენი რეალობის შემოქმედი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ენერგიას, რომელსაც ასხივებ. შენი ფიქრები, ემოციები და რწმენა ხდება შენი მომავალი ცხოვრების გეგმა. ყოველ წამს აგზავნის სიგნალს სამყაროში და ისიც ანალოგიურად პასუხობს. ადამიანთა უმეტესობა დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობენ გარემოებების შეცვლას შინაგანი მდგომარეობის ტრანსფორმირების გარეშე. წარმოიდგინე სამყარო, სადაც ყველა შენი ქმედება, ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებ და ყოველი შენი ფიქრი აყალიბებს რეალობას, რომელშიც ცხოვრობ. შენ შეგიძლია საკუთარი გონებისა და სხეულის გადაპროგრამება ისე, რომ მიაღწიო ყველაფერს, რაზეც ოცნებობ. შენი შინაგანი ენერგიის მიმართულება განსაზღვრავს შენს მომავალს. როდესაც გააცნობიერებ შენი აზრების, ენერგიებისა და ქმედებების ძალას, მაშინ შეძლებ შენი ცხოვრების შეცვლას, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას და გახდები ის, რომელზეც ოცნებობდი, რომ ყოფილიყავი. ყველაფერი იწყება ერთი მარტივი ჭეშმარიტებით. შენ შეგიძლია ამის გაკეთება. დაფიქრდი ამაზე თუნდაც ერთი წამით. ყოველი ადამიანი, ვინც მიაღწია დიდ წარმატებას, დაიწყო ზუსტად იქიდან, სადაც ახლა იმყოფები. მათაც შენსავით ჰქონდათ ოცნებები. ისინიც შენსავით აწყდებოდნენ სირთულეებს. მათაც ჰქონდათ ეჭვის მომენტები, როგორც შენ ახლა, მაგრამ ირწმუნეს საკუთარი თავის, დაიჯერეს საკუთარი ძალის და ამან თანდათან ყველაფერი შეცვალა მათ რეალობაში. რწმენას უდიდესი ძალა აქვს. ის იწვევს ცვლილებებს როგორც სხეულში, ასევე ცხოვრებაში. როდესაც ნამდვილად გწამს, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, იწყებ ჯაჭვური რეაქციის ჩაშვებას გონებასა და სხეულში, რომელიც იწყებს შენს შინაგან ტრანსფორმაციას. როდესაც თავდაჯერებული ხდები და იწყებ სასურველი წარმატების ვიზუალიზირებას, შენი ტვინი იწყებს ახალი ნეირონული კავშირების ფორმირებას.
ამით ქმნი წარმატების სქემას, ჯერ კიდევ მოქმედებამდე. მხოლოდ ტვინი არა, ამ პროცესში სხეულიც ერთვება. ის იწყებს ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც გაბედნიერებს. ესენია დოფამინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს შენი რწმენის ფიზიკური გამოვლინებაა, რომელიც გავსებს და ცვლის შენს, როგორც შინაგან, ასევე გარეგან მდგომარეობას. ბევრი იტყვის, რომ მე ვცადე, ვირწმუნე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ეს არ მუშაობს. მაგრამ ნამდვილად ირწმუნე საკუთარი თავის? თუ უბრალოდ იმედი გქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა შენს ცხოვრებაში? მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმედი პასიურია, რწმენა კი მყარი მოქმედება. რწმენა მოითხოვს მოქმედებას. იმედიდან რწმენაზე რომ გადახვიდე, ამისთვის მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო. პირველ რიგში უნდა ირწმუნო საკუთარი თავის. ეს არჩევანია, რომლის გაკეთებაც მხოლოდ შენ შეგიძლია. რწმენა მოქმედების გარეშე კი მხოლოდ ოცნებაა, რომელიც არ მუშაობს. მოქმედებით კი იწყებ რეალური ცვლილებების დანახვას შენს ცხოვრებაში. როდესაც ირწმუნებ საკუთარ ძალას და იწყებ მოქმედებას, შენი მიზნების მიმართულებით შეხვდები წინააღმდეგობებს. შესაძლოა ეს მომდინარეობდეს გარე სამყაროდან, ან იმ ადამიანებისგან, რომელთაც არ ესმით შენი ხედვა. მაგრამ ყველაზე მეტად ეს შინაგანიდან მომდინარეობს, შენივე ძველი ჩვევებიდან და ფიქრებიდან. ეს ნორმალურია, სინამდვილეში ეს კარგის ნიშანია, რადგან ამით შენ სცილდები კომფორტის ზონას. ზრდა სწორედ აქედან იწყება. თუ ამ გზაზე ცოტა დისკომფორტს გრძნობ, ეს ნიშნავს, რომ სულიერად იზრდები. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. საკუთარი თავის რწმენა და სასურველზე ფოკუსირება ყოველდღიურად უნდა გაიუმჯობესო და ეს მუდმივი მოქმედებით უნდა გაამყარო. მტკიცე რწმენა გიადვილებს რეალობის შეცვლას. ეს ისია, როგორც კუნთების ვარჯიში, რაც მეც ვარჯიშობ, მით უფრო ძლიერი ხდები. მუდმივად იფიქრე შენს განუსაზღვრელ პოტენციალზე. ირწმუნე საკუთარი ძალის და გადადგი თამამი ნაბიჯები სასურველი რეალობისკენ. ამით შენ შეცვლი არა მარტო შენს ცხოვრებას, არამედ მთელ სამყაროს. ეს არ არის მხოლოდ განწყობის ასამაღლებელი სიტყვები. ეს მეცნიერებაა. ახლა ვიცით, რომ ჩვენს აზრებს, რწმენასა და ემოციებს შეუძლია ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს სხეულზე. ისინი ცვლიან ჩვენი ტვინის ქიმიას, ჰორმონალურ ბალანსს და გენეტიკურ კოდსაც კი. იყავი მუდამ პოზიტიური. იფიქრე არა არსებულ პრობლემებზე, არამედ სასურველ შედეგზე. ირწმუნე საკუთარი თავის, საკუთარი ძალის და თამამად გადადგი გონივრული ნაბიჯები მიზნისკენ. და გჯეროდეს, რომ ასე შენ მოიზიდავ სასურველ რეალობას. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.